დონალდ ტრამპს. საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმედრის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. პრემიერის შემდეგ პრეზიდენტი. აბსოლუტურად აცდენილია ქართული ოცნების და შეერთებული შტატების ფასეულობათა სისტემა. თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. რატომ დატოვა უყურადღებოდ საქართველოს თეთრმა სახლმა? აღდგება თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა? ჩვენ გზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ორმხრივი. რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ბელარუსი, სამხრეთ კავკასიის კიდევ ორი ქვეყანა. საქართველოს არ არის ამ ორგანიზაციის არც წევრი და არც დამკვირვებელი ქვეყანა, შესაბამისად ბუნებრივია რომ ქართული მხარე მონაწილეობას არ ღებულობს. ჩინეთის შეკრება და საქართველოს შეგნებული არჩევანი. თვითონ ქართული ოცნება პოზიციონირებდა, რომ ჩინეთი არის მისი სტრატეგიული პარტნიორი. რატომ არ უნდა ყოფილიყო საქართველოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებთან ერთად? ჩვენ ვართ ევროპის კანდიდატი ქვეყანა. ჩინეთთან ჩვენი ევროპული ურთიერთობა არ არის აუცილებელი, რომ ითვალისწინებდეს ამ გაერთიანების გარკვეულ პოზიციებს, რომელიც უპირისპირდება დასავლეთის პოზიციებს. უსაფრთხოების გამოწვევები და უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი. დაწმუნებული რომ პარლამენტისგან მას ექნება სრული მხარდაჭერა. სუსის მეოთხე ხელმძღვანელი 10 წლის მანძილზე. აბუკა მდინარეზე თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანს იმ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რასაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური ქვია. მამუკა მდინარაძე, კენჭისყრა ხვალ იქნება. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 1 სექტემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშიდობისა. თეთრ სახლში ახალი წერილი გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შემდეგ დონალდ ტრამპს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს. თბილისს აწუხებს, რატომ ტოვებს უყურადღებოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს, მაშინ როდესაც კონტაქტები ვაშინგტონმა მის ყველა მეზობელთან გააქტიურა. თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთიც კი დონალდ ტრამპი უკვე ყველა ამ ქვეყნის პირველ პირს ელაპარაკა. ეს მაშინ როდესაც ათეულობით წლების განმავლობაში თუ არ ჩავთვლით ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაფუჭებულ ურთიერთობას, საქართველოს შეერთებული შტატების სანდო სტრატეგიული პარტნიორი იყო და ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობა ახლაც თბილისის უმთავრესი პრიორიტეტია. ჯო ბაიდენის უსამართლო უხეში და აგრესიული პოლიტიკა და სრული ღირებულებითი თანხმედრა დონალდ ტრამპის იდეოლოგიასთან საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მსოფლიოს ჩრდილოვანი მმართველების მიერ ქვეყანაში ორგანიზებულ რევოლუციის 4 მცდელობაზე უყვება. ახსენებს ტრამპის მიერ გაუქმებული USAID-სა და ნედის მეთოდებს და თვლის, რომ Deep State-ი საქართველოს შიდა საქმეებში კვლავაც უხეშად ერევა. ამ ფონზე დონალდ ტრამპის პასიურობა თბილისში კითხვებს აჩენს, თუმცა საქართველოს ამერიკის ძლიერი პრეზიდენტის იმედი აქვს და სჯერა, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან აღდგება. სინანული გაკვირვება და მოლოდინი, რომ ყველაფერი დაალაგდება. ასეთია ყაველაშვილის წერილის პათოსი, რომელსაც ვაშინგტონიდან პასუხი ჯერ არ მოჰყოლია, თუმცა თბილისში შეფასებები უკვე კეთდება. ქეთი ზანთარაია განაგრძობს თემაზე საუბარს. დღეს გამოქვეყნებული ღია წერილი შინაარსი ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გახდა იმის მიზეზი, რომ გაეკრიტიკებინათ მმართველი პარტია და სახელისუფლებო გუნდის საგარეო პოლიტიკა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი სკეპტიკურად უყურებენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ამის მთავარი პრობლემა არის ის ღირებულებითი განსხვავება, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარე განცხადებები, ასეთი არის მმართველი პარტიის შეფასება, ხელისუფლების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტური და სამართლიანი დამოკიდებულებების პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვაში არ შეიძლება ბარიერი არსებობდეს. საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილის ადრესატი დონალდ ტრამპია. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების გადატვირთვა. მიხეილ ყაველაშვილის წერილის მთავარი გზავნილია. საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საკვანძო კითხვას სვამს. მაგალითად, როდესაც ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ღირებულებით თანხმედრაზეა საუბარი, რატომ არ გამოხატავს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით სათანადო ყურადღებას. რატომ აქტიურობს კვლავ Deep State, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის
შეფასებით სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობდა. ამ ფონზე კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმედრის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოს მიმართ სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State, რომელიც USAID-ის, NED-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული 4 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. Deep State-ის მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის 4 მცდელობა პირველ რიგში სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ორმხრივი. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, თუმცა აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ეს კავშირი ორმხრივი უნდა იყოს. სტრატეგიული ურთიერთობების გადასატვირთად ქართული ოცნება მზადაა, მაგრამ პრინციპული პოზიცია ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დადგება. ჩვენ მაინც რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სურვილი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. ის რაც წარსულში ხდებოდა, კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მათი განცხადება გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, მუხარით, ბინძური პროპაგანდით, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია. მართველი პარტიის არგუმენტები ოპოზიციისთვის მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირები ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. როდესაც ტრამპი ამ ფრაზებით ოპერირებს, მას შეიძლება კონდეს საკუთარი ქვეყნის შიგნით თავის ბიუროკრატიასთან, ანუ იგივე Deep State-თან, გარკვეული პრობლემები და აქედან გამომდინარე ხმარობს ამ ტერმინს და ოპერირებს ამ Deep State-ის რაღაც წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების კონტექსტში. აბსოლუტურად აცდენილია ქართული ოცნების და შეერთებული შტატების მთავარი ფუნდამენტური ფასეულობათა სისტემა. აქ ჩვენ ხედავთ სრულ არწოდნას საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო პოლიტიკის. ერთი წერილი ლაპარაკობს ლანძღვაზე, ახლა ეს წერილი ამბობს, რომ საერთო ფასეულობები აქვს და რატომ კარით ხელი ბატონო დონალდ. საქართველოს პრეზიდენტის წერილის შინაარსს სრულად იზიარებენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან ურთიერთობების შეჩერებას კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ახლა კი ლოგიკურ კითხვებს პასუხები სჭირდება. პასუხი ჩვენ შეიძლება გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ Deep State იბრძვის ყველგან და მათ შორის სხვათა შორის ამერიკაში პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ერთნაირი და თავსებადი, რატომ არ იძლევა საშუალებას, რომ დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენის პროცედურები. ჩვენ გვინდა უფრო მეტი სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და სტრატეგიული ურთიერთობების კონკრეტულ შედეგებში გადატანა. ჩვენ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მხრიდან მივიღეთ. მათ შორის ომში ჩართვის, ასე ვთქვათ, მოწოდებებიდან დაწყებული, გამთავრებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების გათამაშებით. მიხეილ ყაველაშვილი ვრცელ წერილში რამდენიმე მიმართულებით არსებულ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ვლადიმერ პუტინთანაც კი შტატების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ბუნებრივია მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არიჩენს, ქართულ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში, მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფუთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული Deep State-ის დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აკვირდება.
შეიცვლება. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები, არა deep state-თან, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს. საქართველოს პრეზიდენტი ღია წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მიხეილ ყაველაშვილი მზადაა ხელი შეუწყოს ქვეყანას გაცხადებული მიზნის მიღწევაში, რომ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს. საქართველოს პრეზიდენტის წერილთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მედიასთან ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია ის გზავნილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულ და პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას აქვს და ეს არის, რომ ქართული ოცნება ამ ურთიერთობების გადატვირთვას ხედავს კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით. მთავრობის მეთაურმა დღეს ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების მსგავსად ხელისუფლებასაც უკვირს პასიურობა, რომელსაც იჩენს შტატების ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში და ელოდება, რომ ეს მიმართულება გადაიხედება და გააქტიურდება. მე ამ წერილის პათოს თავიდან ბოლომდე იზიარებ, რა თქმა უნდა, ჩვენი გზავნილი არის ყველასთვის ცნობილი, ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არის გასაკვირი, ისე როგორც საზოგადოებისთვის, ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ჩვენ ვიტოვებთ კლავაც იმის იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება, თუ deep state-ი არ იმძლავრებს ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვას. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ძლიერი პარტნიორი არის მეგობარი ქვეყნებისთვის და საქართველოს შესაძლებლობებს სჭირდება სამართლიანი და ობიექტური შეფასება. მადლობა, თეთრსახში თბილისიდან გაგზავნილ წერილზე ქეთი ზანთარაია საუბრობდა. ხვალიდან სუსა ახალი უფროსი ეყოლება სახელმწიფო უსაფრთხოებას მამოკამ დინარაძე ჩაიბარებს, რომელიც ხვალჯერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე წარსგება, შემდეგ კი მას კენის კოლეგები უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან. პარლამენტიდან სპეცსამსახურში იურისტი და პოლიტიკოსი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერი მამოკამ დინარაძე 10 წლის განმავლობაში სუსის მეოთხე ხელმძღვანელი ხდება. ვახტანგ გომელაური 4 წელიწადი, გრიგოლ რილუაშვილი 6 წელი და ანდრე ოხანაშვილი 4 თვე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტას შესაბამისმა კომიტეტმა დღეს მხარი უკვე დაუჭირა. პარლამენტი ხვალცნობად მიიღებს ანრი ოხანაშვილის გადადგომას. მამუკამ დინარაძე კი ხვალიდან კონსტიტუციური წყობილების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებელი პირი ხდება. 17 სტრუქტურული ერთეული მასში შედის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურიც, კონტრდაზვერვაც და კორუფციასთან ბრძოლაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკამ დინარაძე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ იმ დღესვე წარადგინა, როდესაც ანრი ოხანაშვილი გადადგა. მამუკამ დინარაძე ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე დარწმუნებული ვარ, რომ კიდე თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანს იმ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რასაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური ქვია. ხვალიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება. მამუკამ დინარაძის კანდიდატურა რეგლამენტის მიხედვით ჯერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე გავა. შემდეგ კი დეპუტატები საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე უყრიან კენჭს. უმრავლესობის ლიდერს, ფრაქციის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს სახელმწიფო გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად უმრავლესობაში დინარაძის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი უსაფრთხოების სამსახურის უფრო ეფექტური მუშაობისა და შესაბამისად ქვეყანაში სტაბილურობის გარანტიც იქნება. მამუკამ დინარაძეს თქვენ მოგეხსენებათ, რომ აქ ძალიან დიდარი პოლიტიკური წარსული, ძალიან დიდარი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება ამის პროფესიიდან გამომდინარე, ასე რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად ხედავდა წლების მანძილზე ვის ძალისხმევას ისე ვთქვათ სამშობლოს სამსახურში, კერძოდ საპარლამენტო
გუნდიდან, ასე რომ მისი დიდარი გამოცდილება პროფესიული და არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილება გამერწმუნეთ ძალიან გამოადგება ჩვენ ქვეყანას. ვიდრე პარლამენტი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ოფიციალურად დაამტკიცებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს საკუთარი მიმართვის საფუძველზე ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კანონმდებლების თქმით ოხანაშვილმა ყველა საჯარო თანამდებობაზე პროფესიონალიზმის მაგალითი აჩვენა. მამუკა მდინარაძე კი სუსის უფროსის პოსტზე საკუთარი სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და მიდგომებით უწყების განვითარების ახალ ეტაპს დაიწყებს. ბატონი ანრი, როგორც ვიცით, პრემიერის განცხადებიდან გადაინაცვლებს მის რჩევლის პოზიციაზე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გამოცდილება, როგორც ვიცით, ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე არის გათვალისწინებული ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას ექნება სრული მხარდაჭერა, ამიტომ მის როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეს დამართლადამცავ ორგანოებში მუშაობის, გამორჩეულ პატრიოტს და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს მინდა მხოლოდ წარმატება უსურვო. მამუკა მდინარაძის პროფესიულ უნარებსა და გამოცდილებას ვერ აკრიტიკებენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას ნეგატიურად აფასებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ უწყება რეალურად ნაკის ვალდებულებებს არ ასრულებს. ვიცი ერთი, რომ როგორი გადაადგილებაც არ უნდა ხდებოდეს სუსში, სუსი არასოდეს არ ყოფილა 13 წლის განმავლობაში ორგანო, რომელიც ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას. ნებისმიერი საკადრო გადანაცვლება, რომელიც მიმდინარეობს ქართული ოცნების პირობებში, აქ არ არის გათვალისწინებული ქართული ხალხის ინტერესი, ეს არ ემსახურება იმ მიზნებს, რასაც უნდა ემსახურებოდეს უწყებების გაძლიერება. ოპონენტების პოზიციას სპეკულაციურს უწოდებენ მართველ გუნდში. ამბობენ, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოებისა და გლობალურ გამოწვევებს ახალი ხედვა და ის გამოცდილება სჭირდება, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს. სახელმწიფო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ უსაფრთხოებისა და მშვიდობის კუთხით სუსის ახალი უფროსი ეფექტურად იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურს უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მათ შორის ზუსტად იმ პროფილით, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ბევრი რამის გაძლიერება არის შესაძლებელი სამსახურში და რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძე წარსდგება პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდება. ამ პოზიციაზე ვფიქრობ, ეფექტურობა მამუკას მეტი ექნება. ნახოთ, მე ვფიქრობ, თავარი გამოწვევა ის არის, რაც დღეს მსოფლიოს ახასიათებს, ეს არის სერიოზული საფრთხეები, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეები, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულებები, მათ შორის კორუფცია და მთელი რიგი საკითხები, რომელსაც საგანგებო ყურადღება სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძე 23 აგვისტოს წარადგინა. მდინარაძე სამართლის დოქტორია, ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა. აქვს მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილება. მდინარაძის სახელი პოლიტიკას 2016 წლიდან დაუკავშირდა. 8 წლის განმავლობაში იყო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე. დაყადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს პროკურატურაში იბარებენ. საგამოძიებო უწყებამ დღეს შესაბამისი განცხადება გაავრცელა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე აღიძრა და რის გამოც ფონდებს და NGO-ებს სულ 12 იურიდიულ პირს საფინანსო ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალათ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომლებიც მოწმის სახით არიან დაბარებულნი, დაკითხვას სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ. საკუთარი პოზიცია მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. პროკურატურის განცხადებაში კი წერია, რომ ჩატარებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარდა აქტიურად მონაწილეობდნენ ცალკეული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 33 დღით ადრე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია გაიმართა. დეპუტატობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება. პირველი ნომერი ცნობილი ქართველი რაგბისტი და ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი შალვა სუთიაშვილი. მას მოსდევს თინათი ნიბლოშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე. პირველ ხუთეულშია კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი და ურბანისტი ნიკოლოზ კახეთელიძე. ქართული ოცნების პროპორციულ სიაში პარტიის ძველი და ახალი სახეები დანარჩენ 15 კანდიდატს შორისაც არიან. ოცეულში 5 ქალია. მართველი პარტიის თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ოცნების სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. სიის წარდგენის შემდეგ გაკეთდა განცხადებებიც, რაზე აკეთებს მთავარ აქცენტს სახელმწიფო პარტია. კესო ქაფიანიძე გვერდება ოცნების ცენტრალური ოფისიდან. წარმატებული საქმიანი და გამოცდილი ასე დაახასიათა და ასე წარადგინა თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ის ოცეული, რომელიც საკრებულოს პროპორციულ სიას წარმოადგენს. კახა კალაძემ ისაუბრა იმ განხორციელებულ პროექტებზე და საქმიანობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო 8 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებობს კიდევ ბევრი გამოწვევა დედაქალაქში, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და ის მზად არის გუნდთან ერთად ამ გამოწვევებს უპასუხოს მომდევნო 4 წელიწადში. თბილისის მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკრებულოს როლზე და მნიშვნელობაზე დედაქალაქის განვითარებაში და როგორც მან აღნიშნა, პროფესიონალებით ქალაქზე შეყვარებული და საქმიანი კადრებით უნდა იქნას დაკომპლექტებული საკრებულო და სწორედ ასეთი კადრები დაასახელა მან დღეს. თბილისის მერმა კახა კალაძე თბილისელებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზირებული, გაუბედურებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. 12,000-მდე ოჯახს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, რომ მათ მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც წლების წინ, ათეული წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა. მზად ვართ გავხადოთ თბილისი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ქალაქი. ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება, დაწყებული რეფორმების გაგრძელება და მათი ბოლომდე მიყვანა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. ქართული ოცნების გორგაცლის ოფისში შეკრებილნი იყვნენ როგორც ქართული ოცნების ლიდერები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. აქ იყვნენ წარმოდგენილი როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ბუნებრივია დღევანდელ წარდგენას დაესწრო წინასაარჩევნო კამპანიის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა. მან შეაფასა ის ოცეული, რომელიც დღეს თბილისის მერმა წარადგინა და ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა 4 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გუნდს. ეს არის გამორჩეული გუნდი, გამორჩეული თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით და რასთავარია, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქალაქი, უყვართ თბილისი და შესაბამისად ძალიან ბევრ რამეს გააკეთებენ ჩვენი დედაქალაქისთვის შემდეგი 4 წლის განმავლობაში. მინდა თითოეულ მათგანს უსურვო დიდი წარმატებები. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, წარდგენილი 20 კანდიდატი საკრებულოს პროპორციული სიის წევრები არიან პროფესიონალები და გამოცდილები. ჩვენ როგორც მოვისმინეთ, აქ დასახელდა როგორც საკრებულოს, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრები, ასევე მოქმედი წევრები და არა მხოლოდ საკრებულოს, ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები და ასევე ახალი სახეები. ჩვენ მათ გავესაუბრეთ და როგორც ისინი ამბობენ, ისინი მზად არიან მომდევნო 4 წლის განმავლობაში გამოწვევებს, თბილისში არსებულ გამოწვევებს გასცენ ღირსეული პასუხი და იმუშავონ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ვემზადებით გამარჯვებისთვის, ჩვენ გვაქვს თბილისელების მხარდაჭერის იმედი. ამ საკრებულომ კახი კალაძის მერობის პირობებში დაადასტურა, რომ ის არის საუკეთესო მენეჯმენტი
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რა თქმა უნდა, და უკვე იმ გამოცდილებას, რაც ყველა სხვაგან ავაგროვეთ, მოვახმართ თბილისს, მის კიდევ უფრო აქტიურად განვითარებას. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ არა მხოლოდ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ ახალგაზრდების გაძლიერებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული ოცნების გუნდი და განსაკუთრებით ბატონი კახა კალაძე. სწორედ ამ ინიციატივების წყალობით დღეს ქართულ ახალგაზრდებს აქვთ ყველაზე მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ სახელმწიფო მართვაში და მიიღონ ძალიან კარგი გამოცდილება პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით. მე როგორც ქართული ოცნების ახალი სახე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ როლს შევასრულებ იმაში, რომ ქართული ახალგაზრდები უფრო მეტად ჩაერთონ ჩვენი ქალაქის გაძლიერებაში, განვითარებაში და პოლიტიკურ მართვაში. ქართული ოცნების გორგასლის ოფისში თბილისის მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა თბილისის საკრებულოს პროპორციული სია, ის 20 წევრისგან შედგება და როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ისინი არიან საკმაოდ გამოცდილები, პროფესიონალები და ქალაქზე შეყვარებულები. მადლობა, კესო ქაფიანიძე საუბრობდა ოცნების ცენტრალური ოფისიდან, სადაც ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია გაიმართა. რა ხდება ამ დროს ოპოზიციაში ბოიკოტში მყოფი რვიანი ფაქტობრივად დაშლილია. ნაციონალური მოძრაობა და ფედერალისტები ვერ შერიგდნენ. გარიცხვით ვერ გარიცხეს, ამიტომ სააკაშვილის პარტიამ თამარ ჩერგოლეიშვილის გამო რვიანის საერთო ჩატი თავად დატოვა. ბოდიშის მიუხედავად ნაციონალები ფედერალისტების ლიდერს ეთიკას უწუნებენ, თუმცა თავად ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც განულებულია, წიხლებს უმიზეზოდ იქნევს და დიდი ხანია შარზეა. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა გზები თვეების წინ გაიყო ლელოს და გახარიას ალიანს რვიანის პოზიცია საერთოდ აღარ აინტერესებს. ბოიკოტში მყოფებისთვის კი ეს ორივე პარტია ოცნებასთან გარიგებულია. მართველი ძალისთვის მუდმივად თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებები მოულოდნელი არაა. ქართული ოცნებისთვის ახლა მთავარი წინასაარჩევნო კამპანია და 4 ოქტომბრის არჩევნებია. ჩვენთვის არ არის რელევანტური ეს განცხადებები. არანაირად, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელი სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის გაკეთებული განცხადებებია. სააკაშვილის პარტია ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური რვიანიდან ფედერალისტების გარიცხვას ისევ ითხოვს. პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ექს-პრეზიდენტის გუნდი იმასაც ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილის ქმედებები ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს ცდება, ამის გამო კი მასთან ურთიერთობის რესურსს ვეღარ ხედავენ. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ახლა მთავარი დღის წესრიგის თემა. მთავარი თემა, რაზე ჩვენ ფოკუსი გვაქვს გასწორებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მზადება საპროტესტო აქციებისთვის, ეს არის მზადება 4 ოქტომბრის ძალიან დიდი შეკრებისთვის და არა მხოლოდ შეკრებისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს თავად ადრესატი დღეს აღარ გამოხმაურებია. გუშინკი კურიერთან ინტერვიუში თქვა, რომ სააკაშვილის პარტიის ლიდერების შანტაჟი და მუქარის ტონი მიუღებელია. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური ჩატიდან საკუთარი სურვილით გავიდა. ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტით მე ვერ დამაშანტაჟებენ, იმიტომ რომ არ ყოფილა ეს ურთიერთობა 2016 წლიდან მოყოლებული და არა იმიტომ რომ ბოკუჩავამ გადაწყვიტა, არამედ იმიტომ რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა ასე და დინამიკას თუ შევხედავთ ახლა 2016 წლიდან მოყოლებული აქამდე ვინ განულდა ვხედავთ, ხო? არ ვიცი საიდან გარიცხვას ითხოვდნენ ჩემსას. ერთი ჩეთია, სადაც ერთად ვართ და იმ ჩეთიდან თავი თვითონ გაირიცხეს, ანუ ჩემ გარიცხვას გეგმავდნენ და თავები გაირიცხეს. ყოფილი პარტნიორები საერთო პოლიტიკური პროცესის დაზიანებაში დაადანაშაულეს დღეს მეორე ოპოზიციური ფლანგიდან. გახარია ხაზარაძის ალიანსში მკაფიოდ ითქვა, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების პრობლემები მათთვის საინტერესო აღარ არის. მე არა ვარ რვიანის წევრი და შესაბამისად არავის გარიცხვა და გამორიცხვა არ მაინტერესებს. მიუღებელია ნებისმიერი ფორმით ბავშვების სურათების გამოყენება. რაც შეეხება ბოიკოტის მომხრე რვა პარტიაში, ახლა უკვე ბოიკოტი ერთმანეთს გამოუცხადეს, ამაზე ვერანაირ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ მორიგ დაპირისპირებას არასერიოზულად მიიჩნევს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან კავშირში მყოფი ნებისმიერი პარტია უცხოური დავალებებით და საერთო მიზნით მოქმედებს, რაც ქვეყანაში არეულობის მოწყობას გულისხმობს. თუ აქამდე ქართულ ოცნების ხარდამჭერების და ქართულ ოცნების წევრებზე და ოჯახის წევრებზე ხდებოდა ხოლმე ასეთი შეურაცხყოფების, შუღლის ჩამოგდების მცდელობები, ახლა უკვე ერთმანეთსაც არინდობენ. საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა რეალურად ეს ადამიანები რა სიტყვიან. აგენტი არასდროს არ მოიცავს თავის აგენტობას. არანაირი ხირებულებითი ერთობა ერთმანეთში არ გააჩნია და თუ რამე აერთიანებს ქვეყნის სიძულვილი.
ამიტომაც ახლა ერთმანეთს რას უწოდებენ, ვის გარიცხავს და რა სახლობანას ითამაშებენ, ეს საზოგადოებისთვის არის ნაკლებად საინტერესო. საზოგადოება ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ საფრთხეთვალით ხედავს და ზუსტად იცის, ვის არ უნდა დაუჭიროს ხარი მოსალოდნელ არჩევნებზე. ძველი პარტნიორების ახალი პოლიტიკური დავა რამდენიმე დღის წინ დაიწყო პარტია ფედერალისტების ლიდერმა სოციალურ ქსელში მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას კომენტარების ავტორების Facebook-ის პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა. მემარცხენე ალიანსი, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას 2013 წელს გამოეყო აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება ლეიბორისტების 10 ნომერიც ახლა მემარცხენე ალიანსის კუთვნილება. პარტია, რომელსაც ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიუღია, ჯერ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება. სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანი ალიანსი აცხადებს, რომ ამ მოცემულობაში საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანება არ სჭირდება, რადგან ევროკავშირი ბიუროკრატიულ სტრუქტურად იქცა, რომელსაც ახლა შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი აქვს. მემარცხენე ალიანსი თვლის, რომ ასეთ ვითარებაში ევროკავშირი საქართველოს არ იმსახურებს. პოლიტიკაში დაბრუნებული შატბერაშვილი და ძაგანია დანარჩენ ოპოზიციასაც აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი ამ მრჩევლისთვის ქართული ოპოზიციისა და ბრიუსელის შესახებ სიმართლის თქმა. ქართული ოცნება პოლიტიკურ ველზე ყოფილი ლეიბორისტების გააქტიურებას ჯერჯერობით მხოლოდ აკვირდება. ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია და ამ პროცესის ხელის შემშლელი ფაქტორი მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიაა. პარტია მემარცხენე ალიანსი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. მემარცხენე ალიანსი აქტიურ პოლიტიკაში ორი მიზნით ბრუნდება. ოპოზიციისა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოებას სიმართლე უთხრას. სოსო შატბერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები უცხოეთიდან ფინანსდებიან და ძალაუფლების მოსაპოვებლად საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების და NGO-ებისაგან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, მზად არიან გადაწვან ქალაქები, მათი მიზანი არის როგორმე დაიბრუნონ ძალაუფლება. ოპოზიციურ ფლანგზე კარგად ნაცნობი კონკურენტების დაბრუნებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გახარიას პარტიაში მემარცხენე ალიანსის პოლიტიკურ ნაბიჯებს ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები კი ამტკიცებენ, რომ მათ შესახებ არაფერი სმენიათ. არ ვიცი ვინ არიან უბრალოდ. პიროვნულად მე ამ ხალხს ვიცნობ და აქამდე მქონდა მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება. ხვალდაზე როგორ მოიქცევიან, რას გააკეთებენ, ამის შემდგომ რა თქმა უნდა შევაფასებ. პოლიტიკურ საქმიანობას ამჯერად როგორც თავად აცხადებენ, ევროკავშირზე სიმართლის თქმით იწყებენ. კახა ძაგანია მიიჩნევს, რომ გაერთიანება მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, ამიტომ საქართველოს მასში გაწევრიანება მომგებიანი არ იქნება. დღევანდელი ევროკავშირის სტრუქტურები ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, იმ პროექტებით, რომელსაც ახორციელებენ, მხედველობაში გვაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, სექსუალური ურთიერთობა და გენდერული ურთიერთობები და ასე შემდეგ, არაჯანსაღი იქნება საქართველოსთვის. ამიტომ თვლით, რომ დღევანდელი ბიუროკრატია ევროკავშირის არ იმსახურებს საქართველოს. ხელისუფლების შეფასებით ევროპული გაერთიანება რა იდეითაც ის შეიქმნა სრულ თახვედრაშია საქართველოსთან. თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, გარკვეული ბიუროკრატები ევროკავშირის ამ ღირებულებებისგან დაცლას ცდილობენ. ევროპული გაერთიანება ხო თავისი შინაარსით რაზეც იყო დაფუძნებული, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მაგარი და ამაზე უკეთესი გაერთიანება მე მგონი ჯერ არ ყოფილა ხო ევროპა ევროკავშირი მაქვს მხედველობაში, მაგრამ ის რასაც ჩვენ ხედავთ ბოლოს რა პროცესები მიდის, რა მოვლენები ვითარდება, საკმაოდ ძიმე ვითარება აბსოლუტურად დაცლილია ევროკავშირი იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა. ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა. პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ ადვილად ვერ ივიწყებს ხალხი პოლიტიკურ ცხოვრებას. შეიძლება აქ იმის ისეთი ახსნაც მოიძებნოს, რომ არსებულმა ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა. აქედან გამომდინარე ჩათვალეს ამ პიროვნებებმაც, რომ შეიძლება ეხლა ამ ველზე რაღაც ახალი პოლიტიკური სიტყვა თქვა. პოლიტიკურ ველზე ახალი სიტყვის თქმას მემარცხენე ალიანსი 10 ნომრით აპირებს.
პუტინი და სი ძინპინი ირანის, პაკისტანის, ინდოეთის, ბელარუსის ლიდერები ცენტრალური აზია უნდა იყოს თუ არა საქართველოს იმ ფორუმის მონაწილე, რომელიც ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის დახვეწას ისახავს მიზნად. თუ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობს სომხეთიც და აზერბაიჯანიც, რატომ არ არის იქ საქართველო? რამდენად რელევანტურია ეს კითხვა და აჟიოტაჟი, რომელიც ჩინეთში მიმდინარე შეკრებას მოჰყვა. თბილისში აცხადება, რომ ეს საქართველოს შეგნებული არჩევანია, მით უმეტეს, რომ დღეს გამოქვეყნებული ტიანძინის დეკლარაციაში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია უსაფრთხოების სფეროში ერთობლივ მუშაობაზე და ასევე ნახსენებია სამხედრო თანამშრომლობის განვითარების განზრახვა. ამასთან დეკლარაციაში დაგმობილია ირანზე ისრაელისა და ამერიკის დარტყმები, რაც ეწინააღმდეგება კოლექტიური დასავლეთის მიდგომას. ოცნების ოპონენტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ჩინეთის ფორუმში საქართველოს მეზობლების, აზერბაიჯანის და სომხეთის მონაწილეობას, თუმცა ეს ორივე სახელმწიფო საქართველოსგან განსხვავებით შანხაის დიალოგის პარტნიორი ქვეყანაა. ცალკე საკითხია ზოგადად ერევანის მიდგომა. სომხეთი, რომელმაც ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა პარალელურად რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობისა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია. აქვს ერთიანი საბაჟო ზონა და დღემდე გიუმრიში რჩება რუსული სამხედრო ბაზა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ფორმალური კავშირების არ ქონა და საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი. ეს ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც პეკინმა თბილისი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე არ მიიწვია. შეხვედრა მხოლოდ იმ ქვეყნების მონაწილეობით შედგა, რომლებიც შანხაის ფორუმის წევრები და დამკვირვებლები არიან. ორგანიზაციას 10 სრულფასოვანი წევრი ყავს. მათ შორის არის რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. საქართველოს კი არც წევრის და არც დამკვირვებლის სტატუსი არ აქვს. ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში და ისინი ამავდროულად ესწრებიან აღლუმს და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ამ ღონისძიებას, ამასაც მოაყოლეს სპეკულაციებთან იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას აცხადებენ ამის ქვეყნის ღალატად, ხო? ნუ აბსოლუტურად ჩანს ის თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა. ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან უფრთხილდებით, ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისათვის მე პირადად ძალიან ბევრ ამას გავაკეთებ. ჩინეთში მიმდინარეობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების და დამკვირვებელი ქვეყნების ლიდერების სამიტი. საქართველოს არ არის ამ ორგანიზაციის არც წევრი და არც დამკვირვებელი ქვეყანა, შესაბამისად ბუნებრივია, რომ ქართული მხარე მონაწილეობას არ ღებულობს. საქართველოს ჩინეთის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე მრავალი მიმართულებით. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში საქართველოს არ მონაწილეობს, რაც გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ფაქტორებსაც უკავშირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი და ნატოსა თუ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მიზნებს ცდება. ჩვენ ვართ წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ვართ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ევროკავშირთან. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობის თემა უკავშირდება მთელ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის. ასე რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ფედერაცია შესაბამისად ოკუპანტ ძალას წარმოადგენს ჩვენ ტერიტორიაზე, რასაკვირველია მომწვევი მხარე პირველ რიგში ითვალისწინებს წევრობას და ჩვენ წევრები არა ვართ, ითვალისწინებს ასევე გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებას, ასე რომ არც ერთი ასპექტით ჩვენი დაპატიჟებული არ უნდა ყოფილიყავით. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის წესდების, საგარეო უწყების და მმართველი გუნდის განმარტებების მიუხედავად ოპოზიცია მაინც სვავს შეკითხვას, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველოს ამ ღონისძიებაზე. თვითონ ქართული ოცნება პოზიციონირებდა ისე, რომ ჩინეთი არის მისი სტრატეგიული პარტნიორი. ჩინეთში დადიოდნენ და ჩინური ინვესტიციების, ჩინური დაბალპროცენტიანი სასხები გახსოვთ ეს დაპირება. შესაბამისად, მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები არიან მიწვეული, მანდ ჩინეთისთვისაც კი ქართული ოცნება არის არასაიმედო პარტნიორი. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება გვესაუბრება ჩინეთთან დალაგებული ურთიერთობებით და გაფორმებული ხელშეკრულებებით და სტრატეგიული პარტნიორობით, ღონისძიება არის, რომელზეც ისინი მიწვეულებიც არ არიან.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები, საგარეო პოლიტიკა ცალსახაა და ის დასავლეთს უკავშირდება. ოპონენტების მხრიდან ამ საკითხზე გაკეთებული შეფასებები კი მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავიანთი მოკლე ჭკუით, ესე იგი იფიქრეს, რომ რაღაც აუგებელს ითამაშებდნენ აბსურდულ, ესე ვთქვათ, სპეკულაციურ განცხადებებში. რეალურად განმარტება გაკეთებულია, თუ რეალურად ვინ იყვნენ რეგლამენტის მიხედვით იქ მიწვეულები, რაც შეეხება ჩინეთში წასვლას არ წასვლას, კარგად გვახსოვს მათივე სპეკულაციები და მათი პატრონების ჩვენი და საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობათა დაკავშირებით, უბრალოდ ღიმილის მომგვრელი ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან მათაც, რომ საქართველოს ჩინეთი არის სტრატეგიული პარტნიორები და ეს გაგრძელდება. ეს არის სულ სხვა ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი შემხებლობა იმ ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებსაც აქვს გამოკვეთილი ეგრეთ წოდებული პროდასავლური, პროატლანტიკური ორიენტაცია. რაც შეეხება ახლა ოპოზიციას, ოპოზიციის საქმე რა არის? დადგეს და ყველაფერზე მოკლედ მზიანი ამინდი არის, მაგაზე იწუწუნდოს, წვიმიანი ამინდია, მაგაზე იწუწუნდოს. სწორედ ესე ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს იქ მიეწვიათ მაგალითად. რა ამბავს ატეხდა ჯო ვილსონიდან დაწყებული ამ ოპოზიციის, ასე ვთქვათ, პროპაგანდით დამთავრებული. ამას ყველაფერს აქვს ერთდღიანი ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმში მონაწილე ქვეყნებს საერთო ხედვები აერთიანებთ. საქართველოს კი ორგანიზაციასთან ოფიციალური კავშირი არ აქვს და არც გეოპოლიტიკური ინტერესები ემთხვევა. ბორჯომი ახალციხე ადიგენი ქართული ოცნების ძველი და ახალი სახეები არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ბორჯომში მართულ ძალას მუნიციპალურ სამსახურში 24 წლიანი სტაჟის მქონე მამუკა გელაშვილი წარმოადგენს, რომლის პრიორიტეტიც უნიკალური კურორტის განვითარების გეგმაა. ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობია ოცნების მერობის კანდიდატი ახალციხეში ვარლამ ციკლაური პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მიდის. რაც შეეხება ადიგენს იქ ოცნების კანდიდატად მოქმედი მერი გოჩა ქიმაძე ყავს. ჩვენი ძირითადი მიზანი არის ბორჯომის როგორც ტურისტული ქალაქის კიდევ და კიდევ უფრო განვითარება. ბორჯომის მერობის კანდიდატ საჯარო სამსახურში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. მამუკა გელაშვილი გეგმავს, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. უამრავი გამოწვევა კიდევ და კიდევ გასალამაზებელია ბორჯომში. რათა მეტი ვიზიტორი იყოს უფრო ბორჯომში შემოსული, გზები ამოსაპირკეთებელი კიდევ მიმდინარეობს მუშაობები ბორჯომში, სამუშაოები სრულდება, წყალგაყვანილობის, კანალიზაციების სამუშაოები სრულდება, უამრავი პროექტი დასრულდა და გაკეთდა. ბორჯომლები კარგად იცნობენ მასაც, მის ოჯახსაც, შემოთავაზებები, რომლებიც შეეხო პირველ რიგში ეს იყო ჯანდაცვა, ეს იყო ომის ვეტერანებზე, ეს იყო სოციალური პროგრამებზე. მერობის კანდიდატი ბორჯომის ისტორიულ პარკში ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაიცნო. თქვა, რომ გეგმაშია უძველესი ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა, რომელიც პარკს და შესაძლოა ქალაქის ნაწილსაც მოემსახუროს. სამომავლოდ, როგორც ჩვენ გვინდა თითოეულ ბორჯომელს შესაძლებელია მოხდეს აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა და შესაძლებელია და არაა გამორჩულო მარტო ბორჯომის პარკი კი არა, თვითონ ბორჯომის გარკვეული უბნებიც მოამარაგოს ელექტროენერგიით. ეს არის ჩემი სახლი. ძალიან მიყვარს. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ახალციხეში ვარლამ ციკლაურია. მისთვის მერობის თანამდებობისთვის ბრძოლა ახალი გამოწვევაა. მნიშვნელოვანი კი მოსახლეობისთვის ისეთი პირობები შექმნა, რომლითაც მუნიციპალიტეტი უფრო გამორჩეული გახდება. სრულად მაქვს გააზრებული და მზად ვარ ყველა გამოწვევას გავუმკლავდე. დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ახალგაზრდები ჩავრთოთ თვითმმართველობის საქმიანობაში. თვითმმართველობის არჩევნებამდე ვარლამ ციკლაური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარალელურად ეცნობა დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს. ერთ-ერთი ახალციხის ცენტრალური სტადიონია, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება. აშენდა სკოლები, ბაღები, სულ მალე გაიხსნება სპორტული კომპლექსი და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება ჩვენი ქალაქისათვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. გაგეგმილია ახალციხის ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია, ამას ელოდებოდა მთელი ქალაქი და მთელი მუნიციპალიტეტი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ყოველთვის, რომ ჩემი სტადიონი მენახა, მე პირადად ყოფილი სპორტსმენი, ამჟამად მწვრთნელი, რომ მენახა ჩემს ქალაქში საერთაშორისო სტანდარტის დონის სტადიონი. არასოდეს არ გამოილევა გამოწვევები
გამოწვევებზე მუშაობას კიდევ 4 წლის განმავლობაში გეგმავს ადიგენის მოქმედი მერი. 11-ზე მეტი სკვერი, 14 მოედანი, 50 კილომეტრზე მეტი გზა, სკოლები, საბავშვო ბაღები და სოციალური პროგრამები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც გოჩა ქიმაძის დროს ადიგენის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მომავალი 4 წელი დაუთმოთ, რომ არც ერთი სოფელი არ იყოს შიდა საუბნო გზები მაქვს მხედველობაში, არ იყოს დარჩენილი გარე განათების და მოასფალტების გარეშე. უდი არალი ესეთი ორი სოფელი გვაქვს, სადაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას რაიონის 40% არის შეადგენს და გვინდა რომ იქ გავაუნჯობესო წყალმომარაგება. თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში. სააღმზრდელო დაწესებულება აღსაზრდელებს რამდენიმე დღეში მიიღებს. ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ეს მერობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სკოლების რეაბილიტაციასთან ერთად გოჩა ქიმაძე იმ სოციალურ პაკეტებზე საუბრობს, რომლითაც ადიგენის მოსახლეობა უკვე სარგებლობს. თუ რაიმე ცეკვის წრე, მუსიკა, სპორტი, ფოლკლორი, დასაკრავები, ყველაფერი აბსოლუტურად გავხადეთ უფასო. პლუს ამას დავუმატეთ უფასო გზავრობა. ბორჯომი ახალციხე ადიგენი, სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გაიმართება. 3000-მდე ახალგაზრდას, რომლებიც ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები არიან, მაგისტრატურაზე სწავლობენ ან 2024-25 წლებში უკვე დაასრულეს სწავლა, საშუალება ეძლევათ სახელმწიფო უწყებებსა და სიპებში 3 თვის განმავლობაში იმუშაონ. სამთავრობო პროგრამის მონაწილე სტუდენტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, საჯარო სამსახურებს მუდმივ მოქმედ თანამშრომლებად ახავს. დღეიდან დაიწყო განცხადებების მიღება სახელმწიფო სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ ვაკანსიებზე. დღეიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო. 3000-ზე მეტ ვაკანსიაზე ანაზღაურებადი სტაჟირება გრძელდება. რეგისტრაცია 10 სექტემბერს დასრულდება. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ამოქმედდა. მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება და საჯარო დაწესებულებებში ახალი კადრების დამატებაა. ახალგაზრდა, რომელიც საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებას გეგმავს, კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. აუცილებელია იცოდეს სახელმწიფო ენა და სწავლობდეს დამამთავრებელ კურსზე, თუმცა შერჩევისას მეტი ყურადღება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას ექცევა. მათ ამით ეძლევათ საშუალება პირველ რიგში ნახონ, როგორ მიიღება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, როგორ მზადება ეს გადაწყვეტილებები, ასევე შეხება ჰქონდეთ უფროს კოლეგებთან და ასევე მათგან მიიღონ კონკრეტული გამოცდილება. წინა წელს ჰქონდა ესეც პირველად დავიწყეთ პრემიერის გადაწყვეტილებით აღნიშნული სტაჟირების პროგრამა და ძალიან ბევრმა საჯარო უწყებამ დაიტოვა კონკრეტული პირები. უკვე 1 წელია ბექა ბოლქვაძე ახალგაზრდობის სააგენტოში იურისტად მუშაობს. სამართლის სკოლის კურს დამთავრებულმა ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო. განაცხადი შეავსო, გაიარა გასაუბრება და მალევე დადებითი პასუხიც მიიღო. 3 თვის შემდეგ კი შეიტყო, რომ საჯარო სამსახურში დაასაქმეს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ კი უკვე დასაქმებული გავხდი აღნიშნული ორგანიზაციის და ამ 1 წლის განმავლობაში შევიძინე ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი უნარები, მაგალითად იურიდიული მიმართულებით არაერთხელ მქონია შესაძლებლობა, რომ სასამართლო წარმომადგენლობა გამეწია, სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ახალი კადრების მისაღებად ყველა საჯარო სექტორი მზადაა. ირკვევა, რომ ანაზღაურებად სტაჟირებაზე მოხვედრის მსურველთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება. თითქმის ყოველი მეოთხე სტაჟირება გავლილი დასაქმდა საჯარო სექტორში, როგორც ხელისუფლების ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ორგანოებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ პროგრამის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საჯარო სექტორი მზად არის და მისთვის პრიორიტეტული არის საკადრო განახლება. საჯარო სექტორში დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცესი 1 ოქტომბერს დასრულდება. ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი კი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ევროპის წამყვანი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური უმაღლესი სასწავლებელი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია 4 დღის განმავლობაში უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ერთმანეთს და სტუდენტებს იმ ცოდნას გაუზიარებენ, რომელიც მათ ხელოვნური ინტელექტის შექმნისა და განვითარების პროცესში დაუგროვდათ. კონფერენცია ლოგიკა ხელოვნური ინტელექტში ჯერ კიდევ 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ მხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ფორუმს საფრანგეთის გარდა უმასპინძლეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა. წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები კი ახლა უკვე ქუთაისში არიან. წლევანდელი კონფერენციის პროგრამაში შეტანილია 47 მოხსენება, სადაც ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევებია თავმოყრილი. ქუთაისი ჩვენი ქალაქი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო კერა და დღეს იბრუნებს ამ სტატუსს. საერთაშორისო ფორუმი ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში საქართველოში პირველად იმართება. თითქმის 40 წლიანი ისტორიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ უახლეს მიღწევებს წარმოაჩენს. კონფერენცია გნის საფუძველს მომავალი ქართულ ევროპული თანამშრომლობისთვის ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური სწავლების სფეროში. კონფერენციის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასწავლო მიზნებისთვის, ისე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და კვლევრები მონაწილეობენ. სამეცნიერო კომიტეტმა მრავალთვიანი განხილვისა და მკაცრი შერჩევის შედეგად წლევანდელ პროგრამაში 50-მდე მოხსენება შეიტანა. 4 დღის განმავლობაში სფეროში მიმდინარე საკითხებზე პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართება. წელს ამ პრესტიჟული კონფერენციისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი როგორც მზარდი საგანმანათლებლო დაწესებულება შეირჩა. სამეცნიერო ფორუმში უცხოელი მკვლევარები და ექსპერტები მონაწილეობენ, რომლებიც დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი და წარმატებული ღონისძიება იქნება. კონფერენცია გარდა იმისა, რომ გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ თეორიულ საფუძვლებს ლოგიკაში და გამოყენებებს, ასევე სხვადასხვა მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. ჩვენ შევიძენთ ახალ ცოდნას, ერთმანეთს გაუზიარებთ. ღონისძიებას განათლების მინისტრი ესწრებოდა. გივი მიქანაძემ სამეცნიერო ფორუმის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რანგისა და როლის მორიგი აღიარებაა. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა იმისა, რომ მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კონკრეტულ საკითხებზე სფეროში მოღვაწე მეცნიერების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობისთვის და რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, ეს არის მორიგი აღიარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მათი რანგის, მათი დონის, ასეთი კონფერენციების ჩატარება არის უდიდესი პრივილეგია. ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს კი რეგიონალურ ფორუმს საქართველო მასპინძლობს. ასე იყო დღევანდელი დღე 1 სექტემბერი და კურიერი 9 საათზე. დარჩით რუსთავი 2-ზე, რამდენიმე წუთში ნინო შუბლაძის ღამის კურიერი იწყება. პოლიტიკური თოქ-შოუს ახალი სეზონის პირველი სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება. ჩვენ კი დღეს ამ თვასრულებთ მუშაობას, ხვავამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ნახვამდის.